could be Santa Claus. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. ტრიმპოლის ქალი თანამშრომელი. ნანი, რა ვიცი, ისეთი უძილარი ვარ, ისეთი უძილარი, მთელი ღამე არ მიძინია. რობერტი მოვიდა ნასვამი ღამე, ხო და მთელი ღამე მეჩხუბებოდა, ჩემ დაუკითხავად, რატო გამაჩინეო. ხო იცი გოგო, ეგ ვერ იტანს, რო არ ეკითხებიან რაღაცებს და საქმის კურსში რო არ აყენებენ და აი მეჩხუბა, რა ვიცი, ყობა გაღიზიანებული იყო თან და აი არ ვიცი რა თან რა ვიცი მე არ ვიცი მოკლედ რა დღეში იყო. ხო იცი ეგ როგორია ისე ნასვამი რო არ არის და ფხიზელი რო ჭიანჭვეს არ დაადგამს ფეხს ისეთი კეთილია ხო იცი მაგისა. დავაბიჯე ფეხი სახელმწიფო და თან პარდი უშვიდეს ეს თავს და დავაკი და დავაკი შემოდა და ეგრევე დაფა ყველაფერი ძმაო. იასნია აპარა სიზავდა. კაი წავედი სიმო მიდი. ხო ნანი კაი გადმოგირეკავ მე. აი ოცნებად გამიხდა რომ მაკრიმპოლიდან წამოხვიდე რა ერთხელ და სამუდამოდ წამოხვიდე. შენ ერთი რამე დაიმახსოვრე შეიძლება ამ ოჯახიდან წავიდე მაგრამ ჩემი დიდი ოჯახიდან შენი მგელების ოჯახიდან ბიჭო არასდროს არ წამოვა გაიგე და შენ მიდი ცოტა რაღაცა შეამზადე ჩემი ლომები უნდა ამოვინე. მე რა ლომები შვილო რობერტ მე ხო იცი არ მეზარება არასდროს მაგრამ ერთხელ არ შეიძლება იმათ დაგპატიჟონ თავის და სულ ისინი რო ამოდიან ჩვენთან. ოხ დედა ათწნებაში არ ეწეროს პატივი ეც დედასა და მამასა შენსაო მე კი ვიცოდი რასაც გიზავდი მაგრამ რა უქნა ქალო გამაგებინე ა ხო კაი რობერტ რა დაგი მე შეამზადე სუფალო ხო კაი რასაკაკუნე მოდი ბიჭო რა ვახარ დედა ნიკოლაევნა როგორ ახარ ნაცოლე რა შენ მევასწები ნიკოლაევნა და შაურმა მეტი მაიონეზით და ხოხით ოღონდასე რო დავიყენონ იასნა შაურმა საუია შაურმა ბიჭო რა შენ რა ხდება ხო შვიდობა ბიჭო შვიდობა რას ჩვენი ახალი თანამშრომელი როა თათაი გამოდის რა თათკა იმენა ძმა არის ბაზარი არა მაგრამ ოდნავ სექსუალური ლამაზი და რაღაც დახვეწილი ძმა არის რა შენ რა იყო ბიჭი ხო არ დაგევასა თათკა ბიჭო დამევასა რა ეხა დიდი სიამოვნებით წავიდოდი სპეცოპერაციაზე მაგასთან და ერთი 10 კრიმინალს ჩავტენედი მე მაშკოდაში და რო ავიყვანდი და მაგასთან ერთად რო დავრდეთ წავდიძულებში ამა შეხე ეგ უკვე რამანწიკა იმენა გევასება ხო ბიჭო თასკაევასება იმენა გოგო ნაზიარსება გეყოლება აბარა მაგარია დაჭიქე რა ბიჭებო დაჭიქე დასხედით შვილო დასხედით ლია დეიდა მოდი რა როგორ მიყვარხართ ისა წავიდა გიგო ისა წავიდა ერთი მოდი მიდი ბიჭო შედი რა ერთი წამი თათ შედი რა ეს აიდანა მოიყვანე რა მე ხო არ დაგიშოვა სიუ პროსტა მითხარი რა ბიჭო ვინ მე მოვაჭა მომოსთოვ და ნაწლად სამოუღებ და დავაჭერინებ ხელში ბიჭო პროსტა გარეთით გარა სადარბაზოში ხო და მეთქი ხლა ოჯახში ავდივარ ხელცარიანი ხო არ შემოთქო და წამოვათრიეს რა იუმორია ხედავ ბიჭო იმენა მაგარია შვილო
როგორ ხარ ლიადეიდა როგორ შვილო ბიჭები ხო არ გაბრაზებენ არა ლიადეიდა ვინა გამობრაზოს თო ვაჭამებ ნაწალავებს გამოვაცლი და დავაჭერინე ხელში ხადაო აუ ბიჭო ეკია იმენა ძალიან მაგარი გრძნობაა რა უკვე წამალი ჩავდე ვინმეს არა ბიჭო აბა ვინმე ბებო დაიჭირეთო არა ბიჭო რა ბებო დავიჭირე ხადა ბიჭო მაგავაკეთე იცი მოკლედ აქ ხო წამოვედი რა ეგრევე დამირეკა რომ წამოდიო ჩვენთან რაღაცა ბიჭები იკრიბებიანო და დაუგაზეთ ჩემი მანქანი რა გავაკეთე? როგორ? პირდაპირ ბასლაიზე გავაჩერე. იასია მეთქი რა. რა მოხდა? იცი დედას გეფიცები მე შეწყდა მოძრაობა რომ უკან 3 ავტობუსი ასიგნაბლები მთელი დედა უტირე იმენა გადმოვედი და მე რა ვქენი? რა კი ხარ მithრე დახოქე და წახვედი. არა ძმა მივედი კარები დავკეტე დედის დავამხე და წამოვედი. აბა რა ეგრე უნდა გეკრაგენ თუ არის. იმენა ოჯახში შემოსაშვები ხალი არ არის მოდი მოდი ერთი წამი მიდი ქალო შენ ნელ-ნელა დაიწყე რაღაცეების გაშლა რა მიდი რელია დეიდა რა მოდი რა დაგითვლი გაასწორე წავიდა დავაი რა გიქნა შეცმობას ვიცი პატარა ცოტა ყველაფერი ყავას მოვადუღებ ხო შვილო პატარა სალათა და ტკბილეულს მოვიტან ყავას ხო გესიამოვნებ რამე ხაჭაპური ოსტრი ჩალაღაჭი რაღაცა ჩაკაპური ისეთი რომ მოიტანო რო ხონი რო გასტის ბიჭო ხონი რო გასტის აუ დედა ჩემსაც რა მაგრად ესაუბრება იმენას პეტაკია დადაქავი აუ ეხა მოგიყვეთ მაგარი ისტორია გაცინო აუ დავაი მოდი იმენა ეს რო არ მოყვე შეიძლება გავსკნე შეძლობას მიცავ კაროჩე დადგა ეხა ამასწინებს ბიჭო გამოვედი გარეთ რა ხო ხდე მეთქი ვიღაც ავაგდო იმენა სიწყმარე სიმშვიდეა უბაში და დავგაზე ეგრევე ბაზარში რა მეთქი ბაზარში ვიღაცა როგორ ვერონახო ხუაზე ხარ დავარტყი ბიჭო ბაზარს ერთი კუგი იმენა სიწყმარე სიმშვიდე არავინ არა იქეთ ხორცებში გავედი სისუფთავე სიწყმარე სიმშვიდე წვანი ყველა რაღაცა სიწყმარე მეთქი რამ გამოგასწორა თქვენი დედა ბიჭო ვიღაცა როგორ ვერნაგრა მეთქი და გავხედე ბიჭო ქალიზის იქ სუნელებთან რა და ეს მეთქი ხმელი ყვავილი თუ ყვითელი ყვავილი კი კოკაინია შენი დედა ათი წელი იმენა ათი წელი შევტენე ბებოს კენტრობას ხეხავს იმენა მაგარი იყო შეძვოს ერთი წამ როიცა დეზერტირებზე მარცხნივ სუნელების ხალი რო არის? ხო, სუნელების ხალი როა, კი, ეგ დავიჭირი. 10 წელი. ბებია ჩემი გასურო, კეშა ჩემა? კაი, ბებია შაუ, გამოუშვებ შეძლობას მიცავ. რა გამოუშვებ ბიჭო 6 წელია მაგას დავსდევ შეძლებას. რა ბიჭო, ისე წინააღმდეგოა კი გამიწია, მაგჭადა ხომ არა შეძლებას მიცავ იმენა მაგათ ვაბორტყიალ. იმენა ვერ დავიჭირე. აბა რა კი. ჩემის არა რომ მოდიხარ აქ ცოტა თვალები რომ გააყრია შეიძლება აუ ჩემი ეს რა დავინა ქალღმერთია აი დაახლოებით როგორი სიტუაცია არის აი ალასას რო დააყარი ხო იცი და რო გაყნოს და აუ რა მაგარი ხალი აუ რა ტანზია ბოწიშო თათი დაჯერა მოდი რა გენაცვალე. დავძანდი დედი და ხოიძიო ზაღლები არიან სახში რა გრაგი ფაქტი რა უყავთ ბიჭო ფაქტი რა უყავთ შეჩემ რა გბილებში ქონა ხო გადახლა ბიჭო
დახურული პირიდან როგორ გადმოგივარდა ჭეჭემო ჭეჭემო ხარ აი სინკვილი არ მაგრამ მერე ეს მხრებში რა შემომარყე ყო მაგდროს გადმოვა შეჭემა შეხედე სინკვილებს აჰა ეს რატომა ჩამატებული თუ იცი როგორ გადმოვარდეს გარეთ ორ კი არ მეხალისება ამდენი კვილის დარება აუ დედა ამით გამაგრილებელი რომ მომაწოდო რა დაიხნავე დედა სიხარი აუ ნახე რა ჯიჯვი გოგო რა ჯიჯვი გოგო ბიჭო მესმისო ძაღლები არიან და რაღაცა მაგრამ მაგარი სიმპათიური ხალხია და ეგეთი ბაზარი ნახდად არ ეკადრება დაიგო ბიჭო დამევასა რა პონჩი ხა ვერ გავიგე მანდილოსანია და სიმპათიურია და რაღაცა არის და ხო მამეთ რა ვერ გავიგე რა პრობლემა არა მე აუ დაგევა ხო მე ეს ვერა მანზიგა რა ამ გოგოსთან დაკავშირებით მე შენ ერთ რაღაცას გიჩვენ რომ ამ გოგოსთან არანაირი შანსი არის რატო არა მაგ შანსი გიჩვენ ამ ბიჭთან ამ წვერებიან ბიჭთან უფრო შანსი გაქვს რა ნახე რა საცნო ღიმილი ბიჭო ო კუჭი მაგარს მიტყავს თო აი ხაცაი კუჭი თუ ცუდად აგაკ მაგარი წამალი მაქვს უცებ გაგიყუჩებს აი ბიჭო აქეთ რა წამალი გაქვს ბიჭო ვიღაცას უსვიმე სკოლაში გეკუ არაფერში გეშლება იმესილი მაქვს აი იყო ბიჭო რო დამეკარგე ეგრევე იმესილი მაქვს დაიყო და ეხლავე ვაფშე ვერ იგზნო ვერაფერს თო აყუჩებს ბოდი მინა ბაქო თბილისი ბალასა გავჭიმე აი ხა დაიგო მაქედან გამოუყევი ნესტოთი ვაფშე გაგივლის ეს უნდა შევისროთო ეს ო ეგრე მე ვსვამ იმესლის და რავი აბა შეგიძლია მამენ პირში ჩაიყარო და მერე წყალი მიაყოლო მაგრამ ესე უფრო ეფექტი აქვს რა ოხ დედა აი ამის გაჩენისთვის ერთი 5 წელს როგორ მოგარჭობდი იცი შენ ვერ წარმოიდგენ მოდი ბიჭო შენ მაგრამ რა არის აქციებში და სულ არ დადიხარ ხალო შეკითხებდი სპეცსაზმის ტალბაში და რავი ვერ გამოგლიჩო და შენ ბიჭო კაი ბიჭო რანაირად ელაპარაკები დედას ბიჭო ჰა რანაირად ელაპარაკები რა თუ ნამდვილად ეს ყვითე ერთი გააგდები დავიდა რა ვქნა ხო იცი მოპიერი გული რომ ხო მერე ცოტა მოდი გოს ბიჭო ამ ხედა კაცი ხარ კუცი მაგარი მიტყნება ძმა მაგრამ იმენა მაგრად მესიამოვნა ეხლა ამის თბილის სიტყვები რა მაგრამ მესიამოვნა რაღაცნაირად დაცულად ვიგრძენი თავი და იმენა ქმრად მოვიყვანი და სიკვდილის ბოლომდე იმენის ამასთან ვიცხოვრები რა ბიჭო ჩემი არა და მე მევასება ის გავიტო კაი არა უჩვენს ბიჭო ხო ხედავ სიცოცხლის ბოლომდე ამასთან იქნებოდიო და ამას რო უყურებ ამას რა სიცოცხლე უნდა კონი დარტენილი მე დაეჭალი მინდა გამისხონდა რა მართლა სერიოზული გოგოა აი ოცნება როგორც ამან დამიჭიროს შკოდაში ჩამტენო ძმაო რა რუჩიგები მიმაბას და რავი წარმოვიმინა ძლებში დამლეწოს ჩემი ნახე ყოს და რა ვიცია ბიჭო და მენტი და ეგეთ ვიძე ცხოვრებაში პირველად ხედავ და კუჭიცა ოდიში რა ჩემი ძმა მოიცი ბრატ მე ბიჭო მოიცი ღვიძლით מחარ და იმიტომ გეუნები ეგრე ძმაო კაროჩი შენი დაემზული მაგრამ მევასება ვიდეო რა დაგეუნე შენ ბიჭო შენ ისემელა მაგრად მიტყდებას არ მსიამოვნებს იმენას ეგრე რომ ესაუბრე არ გეციან არ მსიამოვნებ გეწყინა მეწყინა მეც მაგრამ მწყიდმაო სასოფშილო დგავარ და 2 საათი რომ ვერ მიდივარ და თქვენ შკოდებით რომ მიდიხართ მა ვიუ თქვენი დედა აუ დეპოზიტი რა იზვინი აბა სხვაგონში შენ ამ ქატრა შანსი არ გაქვს თუ გეუნები ჯერ ის არ გიყო ბიჭო რომ დედა ჩემს შენ უფრო მაგრად უყვარხარ აუ დედა რო დაუძახე
ხო, ეხლა კიდე კაცმა ხე ბიჭო, თუ რა გიქცე? გაგახე ძმაო, ეგ სიყვარულის ამბავია, თვითონ გადაწყვიტო ძმაო. თვითონ გადაწყვიტოს არ უნდა ბიჭო, შანსი არ გაქვს. მე არა შენ არა მე არა მაქვს შანსი ბიჭო. მე არა მაქვს შანსი ვასკარ. ხო, იმენა ვასკა შემომხედე. შემომხედე ბიჭო, მე არა მაქვს შანსი ბიჭო. შემომხედე მოიშვილი პოსტა დამინახე შენ ხო, იმენა მაგარი შანსი გაქვს, ნუ რასაც გეკითხე. კიდე ხა უცებად გიხეს გოგო. ვის უნდა ეხეს გოგო? შენ ბიჭო, შენ გეუნები ბიჭო. ვის უნდა ეხეს? შენ აგიხება გოგო. შანსი არ გაქვს. იქით გაიწით მა. აუ, ნახე ჯიბეში რამხელა ფაქტი ვიპოვედო. აუ, ჯემი. ბიჭო, ფაქტია ძმა. კაი. ფაქტია, ბიჭო. ოლომდე და მიმყარი. აუ, ეს რა იმენა დავაყოფილებაში წააწვი. როგორი ფერადია სიყვარულია. დაჯექი შვილო, დაჯექი. შენ მაინც ჭამე შვილო, დაჯექი ის. უი დედა. ეს რა არის კაცო, აქ ეს რა? აუ, იპოვე. რა არის შვილო ეს? ეს არის ვირთხის ამალი, ამას დავიბაბანებ და ვირთხები ვაფშე აღარ მომეყარებია. არა, შვილო, მოგკლავს ეგ რა? აი რას მოყავს, რეგულარი ბენზინი ვერაფერს მიშევა. აუ, მე მგონი ხელი მძვრება, ამას იქეთ. აქეთ. კელეხიდან შემოსული თანხების გაყოფა. მართლაც რომ წუთია წამისოფერი. ან პირიქით. ხო. ვაიმე მალხო განადგურებული ვარ, შენ თავს ფიცა ვარ, მალხაზე აი ხო ბაბუა შენი იყო, მაგრამ აი ბაბუა ჩემივით მიყვარდა, შენ იცი ეს რა, აი ძალიან ცუდად ხარ მალხო რა. ის გველი იყო კელეხში. რომელი გამოიშტერე ახლა თავი. ბაბუა შენი საყვარელი. ხო, ეგ ნახე კი მოსული იყო სულ ოქროებში იყო ასხმული ასე. მოჩხრიალებულა ესე იგი სისინა გველი. რა გინდა მაგ ადამიანთან კაცო უყვარვარ თუ ყველა და რატო ვამბობ ასე? მალხაზი, რატო არ ეყვარები გენაცვალე? ბაბუა შენმა შვილების და შვილიშვილების მისაცემი ოქროულობა ყველაფერი მაგას მისცა და მომეცი შენც ოქროები და მეც მეყვარები. ანუ არ გიყვარვა? შეხედე რა სად დამიწყო ეხლა და გამიმართა გეჭვიანობის სცენები. ოქროზე გელაპარაკები მალხაზი? ანუ არ მეყვარებიო და. მალხაზი, ერთი წუთით რა. კარგით რა, რა დროს ეგ არის ეხლა მართლა რა. ციური. რა დროს ეგ არის ქალო? ხო, კაი. აი მართლა რა ახლა. როგორი კარგი კაცი დავკარგეთ, ჩემი დურმიშხან ბაბო. საწყალი, როგორი პიროვნება იყო, იცი? აი, ყველას რა უყვარდა, ვით არ იცნობდა იმათაც რა უყვარდა. აბა რა, გოგო თურმიშხან. ყველას, მაგრამ ერთი რაც მახარებს, ის არის, რომ ზუსტად ვიცი 64-ში მოხდება. და მეორე რაც უფრო მახარებს, ის არის, რომ კელეხის ფული გვაქვს დასათვლელი. კაი რა, თამარა, ესეთი მძიმე დღეა ხა და მაგაზე როგორ ფიქრობ საერთოდ ეგეთ რაღაცეებზე როგორ ფიქრობ? აი, გიორგი, მარტო მე რო ვფიქრობ და კიდე ხო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა მაგაზე ფიქრობს. ხა ეგეც არის. კაი, მე უნდა გავთვალო. გაუშვი ახლა ხელი შენ გაუშვი ხელი და მე გავუშვი თომებით გითრიე. არ ვიცი და მუხლდა გადაგიმტოვე. ერთი წუთი. ალო. ხოდალი, ხო. რა ვიცი, აბა.
მადლობა, გაიხარე ჩემო საყვარელო. ხო, მეცაც რომ თავისთვის კარგები უნდაო. მადლობა, ესე რა ვიცი, ჭირში ოჯახი ხო იცი, ერთად გავართ და გადავიტანთ რაღაცნაირად ამ ჭირს. გაიდალი მადლობა, აი მე შევაპარაკები ძალიან ანერგიულებული ვარ. რა ხდება, გამაგებინე რა. გაჩერდი. გადაგემართა, რა იყო? სირცხვილია მართლა, ხო? აი ასე დღეში ვართ ხალხო, რა იყოთ? ვიცით რა დღეშიც ვართ, არ უნდა არ არის ეს საუცილებელი ის და ნორმალურად მოიქეცი ცოტა მართლა რა დაგემართათ, ხო? კაი, საწავა ეს ფული ახლა ფულზე კი არ არის, მაგრამ რა სისულელეა, კაცო, მალხაზი ფულზე არაფერი არ არის. განა ფულის ამბავია, უბრალოდ მაინტერესებდა ვინ რამდენი ჩაწერა. ხო, მეც მაგიტო გეჯაჯგურებული და ვიცი და აჰა და ჩახედე რა წყუბობ მაგიტო. ფულის ხამი ვინ არის ახლა კაცო? აბა ახლა ნახოთ ვინ რამდენი დაწერა. აბა ნახე მაჩვენე. კოპლატაძე მარინა 50 ლარი ჩაუწერია. 50 ლარი კოპლატა. ჩვენც 50 გვაქვს მაგასთან მიტანილი. ბაბუა რო გარდაეცვალა. ხო. კაი, ნუ ვნახოთ, ესე იგი ნუ ამ თემაში უკვე გავთანაბრდით, მაგრამ ვნახოთ ერთი ბებია რო დაგვეღუპება რამდენს ჩაწერს. კაი, ენის იყავი, ხალო, რატომ უნდა დაგვეღუპოს ბებია? იქნება იმის ბებია კვდება ჯერ. ხალო, იმისი ბებია ჩიტივით არის დაფრინავს, კაი და ბებია ჩვენს ვერ ხედავ? ბებია ჩემს ხალხში. კაი, ერთად. კაი, ვერ არის კაი. უხდიდო. კაი, გაჩერდი, ერთად ახლა მომისმინეთ უყველავ რა. ამ შემოსული თანხიდან გავითვალისწინოთ, რომ თანხის ნაწილით ბაბუის საფლავი უნდა მოვაპირკეთოთ მარმარილოს ქვით. მარმარილოს ქვა უნდა ხო, დავყოთ. მარმარილოს ქვა აუცილებლად ეს ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ უყველავ რომ იმ ფულიდან ერთი მარმარილოს ქვა უნდა დავყოთ. მარმარილო იყოს, იმიტომ რომ ხალხი იტყვის, რომ აი როგორ ყვარებიათო რა. მალხაზი, რა გინდა, ხალო? შენ იცი მარმარილო რა ღირს? გია 3-4000 ღირს მარმარილო. 3-4 1000? 4000. მაგარი, ისა, პარკი რო გავშალოთ, ცელოფანი და ხრეში რო გადავაყაროთ ზემოთ ეს თეთრი ხრეში. რა თქმა მარმარილო. მარტივი მოსავლიდეს. მარმარილოთი ხო არ წდება სიყვარული. ალახი არ წამოვიდეს, გაიგე, პარკს გადავიდე ხრეში, გადავიდე და არის. პარკს მოკიდე, ფასე გადაშეცვლი ჩვეულებრივ. ხალხს გაუშვებ. კი დადიოდა ცხონებული. არა, მარმარილოს ჯობია, კი, ესე ხრეში გადავაყაროთ თეთრი. ძალიან მომწოხარ მალხო. კარგი, მომისმინეთ, აბა, ისა თინა რამდენი დადო? თინა, მოიცა აქეთ იყო მიწები. სად იყო თინა? აი. ხო, აგე 30 ლარი. 30 ლარი თინა მალადეც. აფერისტი ხალი ეგ. ანუ 30 ლარი დადო და შემოსული რო იყო და კარებიდან რო დაიწყო კივილი, რო ვასაფლავებით კინაღამ ჩაყვა იქ და 30 ლარი დადო ბიჭო. მაგიტო, პოინტი დილიშ და იმაში გამოფითა ის არაჩენი ფული, ანუ გაიგე, თორე ეგე საწყან ნაზის ერთი ცრემლი არ გადმოვარდნია, მაგრამ 200 ლარი დაწერა, ვერ უყურებ, არ ეტირა იმასაც და დაეწერა ცოტა მეტი, ხო შეიძლება. საერთოდ არუსტირია, ხო? არა, აიტირა, საერთოდ არა უდრია. გაიხარე გულიკო, გაიხარე გენაცვალე, გაიხარე როგორ მყივა. არ ვიცი გულიკო, არ ვიცი, რა ვიცი, ქალო ვინ რამდენი მოიტანა და რა დაწერეს, არ ვიცი. ისევ ვარ, აი დანაპირს არ მიხსნის, აბა აღარ ამყავს მამა. არ ვიცი, გოგოები რაღაცა ბლოკნოტში წერენ რაღაცებს და როგორც კი გავიგებ ვინ რამდენი დადო, პირველი შენ გაგაგებინებ. რა შეინტერესებს? არა მაგულიკო, მაგის თავი აღარა მაგ, კარგი. მოდი დაჯექი დედა, მოდი. თამუნა, დაჯექი. ხო. აბა. ნანა კაპანაძემ რამდენი დადო, ეგ მაინტერესებს. ნანა კაპანაძე 50 ლარი. ნანა კაპანაძემ 50 ლარი დადო? ხო. მაგან არ გაიხაროს მაგან, ხედავ? ესე იგი, ნანა კაპანაძეს რომ ბიძა გარდაეცვალა 50 ლარი დავდე. ბაბუა რო გარდაეცვალა 50 ლარი დავდე. ბიძაშვილი რო გარდაეცვალა 50 ლარი დავდე. ძმისშვილი რო გარდაეცვალა 50 ლარი დავდე. დედმამა რო გარდაეცვალა 50 ლარი და ბიძაშვილის შვილიც რო გარდაეცვალა იმაზეც 50 ლარი დავდე. ვაიმე, კიდე კარგად მოუტანია დედა, მარტო ყოფილა დარჩენილი სამყაროში. გაფაქსირებული ხალიე გარაუშავს. ზევით არავინ არ არჩებით, მაგის დროც მოვა. ერთი წუთს ეს რა წერია? მარინა, ბიძაშვილი.
რაო? გოგო, ეს მარინა შენი ბიძაშვილი არ არის? ეგ უნამუსო, მათხოვარი. მე 15 ლარი რა არის? 15 ლარი რო დაუწერია. გათახსირებული, თავიდან მიამომწოდა. კარგი, რატო ლანძღავთ? ახლა რისი საშუალებაც ქონდა მოიტანა ადამიანმა გულით. კი ბატონო. შეხედე ერთი რა. მე ხალო მაგის მასხრა დასაგდები ვინ არის? მე მამა დავკარგე, თავმოყარეობა კი არ დამიკარგავს. აი, დედა გეხვეწ. არა უშავს, მარინაც იქ არის წასასვლელი საბოლოო. კარგით. დაველოდები, ყველას დაველოდები. ეგ ბლოკნოტი კარგად შეინახე. აი მე დედა ეხა შოკირებული ვარ. აი 15 ლარი თამა. სანათესაო პატივს არ გცემ საყვარელო. როგორი დამცირება, შენ და დაცირო. ხომ ალხოთ. ძალიან დამამცირებელია ყველაფერი რა. დამამცირებელი იცი რა არის? თავიდან ბოლომდე რომ მათხოვრები ხართ. ამისმა 15 ლარი მაინც დადო და შენმა ბიძაშვილებმა 1 ლარიც არ დადე. იმიტომ რომ მათხოვრები ხართ თავიდან ბოლომდე. ყველაფერს ვიცეს. მახაზი, გაჩომდი ახლა ჩაიგდე ენა. დედა, ყველას ჩემთანია. ვის არ დამართნია, ზოგს აქვს, ზოგს არ აქვს, ზოგს თავმოყარეობაც არ აქვს, ინდისიც არ აქვს მაგარი. თარო დაეხვეტნენ ეს ამის ბიძაშვილები, მოვიდნენ, შემოუარეს წრე, დიდი ამბით მეც მოვთქვა, აი, ამა მთელი ჩემი ენერგია ჩავდე, ტირილი დავხდი და მოგრძა ამის გამოშტერებული ბიძაშვილი და ვიზიარებო. აი, შეუპატრონო, შენ თუ იზიარებ, ბარემ ფინანსურათაც რო აისახოს ეს მოსამძიბრება ხო შეიძლება, მაგრამ მათხოვრები ხართ. მათხოვრები ხართ თავიდან ბოლომდე. თვითონაც რო არ გექნება. კარგი. მოკლედ რაც იყო იყო. დავანებოთ თავი. უფრო მეტი უნდა შემოსულიყო გენაცვალე, მაგრამ არ შემოვიდა. არა უშავს, ყველაფერს ხედავთ, ყველაფერს ვიმახსოვრებთ. მოკლედ, რაც შემოვიდა იმ თანხის, ახლა 40-ზეც ხო უნდა გადავანაწილოთ, გადავიტანოთ ხო? კი ბატონო. და დანარჩენი უკვე რაც დარჩება, გადავწყვიტოთ. ხო. ხო, გადავწყვიტოთ, რაც დარჩება, იქიდან როგორც იტყვით, გადავწყვიტოთ, როგორ გადავწყვიტოთ. ხო, გადავწყვიტოთ ახლა. კი, ერთად გადავწყვიტოთ, რა უყოთ ფულს გადავწყვიტოთ. მახაზი. ხო, გადავწყვიტოთ. კარგი, მაშინ მოდი ნელ-ნელა დავიწყოთ ახლა ეს გადაწყვეტა. ანუ ცუდად არ გამიგოთ ახლა, განა რაღაცას ხას უსვამ ან რაღაცა ფინანსებში ვერევი ვინმესთან, მაგრამ ანუ ჩემმა მალხომ მარტო 4-ნაირი თევზი მოიტანა, ცალკე საკლავზე ირბინა და ნუ აი არ ვიცი რა, ნუ ნახევარზე მეტი ქელეხის სუფრა არის ჩემი მალხოს დამსახურება და ნუ 2600 ლარი გვინდა ჩვენ, აი შვილს ფიცა ვარ, მართლა გეუბნებით ჩვენ მეტი არ გვჭირდება, არც ერთი კაპიკით მეტი არ გვინდა, უბრალოდ რაც დახარჯა ჩემმა მალხუნია, ის თანხარო დაგვიბრუნოთ. ანუ თქვენ ირბინეთ ამ ქელეხისთვის და მე და გიოს არაფერი არ გაგვიკეთებია. ბაზარში ვინ იყო შემთხვევით წასული? ჩვენ ხო არა? მარტო მწვანილში გადავიხადეთ 800 ლარი. კიტრს და პომიდორს თავი დაანებე და ნიგოზიანი რამდენი რაღაცა იყო სუფრაზე. არა, ნიგოზი მალხაზი? მართ აი მალხაზით ვეთახება. ნიგოზი ძალიან ძვირი ღირს. ასე რომ რა ვიცი, კარგად დავფიქრდეთ. კარგად დავთვალოთ. აჰა, კი ბატონო, ესე იგი ამ კაცს 3 შვილი ყავს და მარტო ჩემმა მალხო მირბინა ამ ხორცეულობაზე, თევზეულობაზე, ყველაფერზე და ანუ რა გამოდის ახლა რომ ვითომ მალხოს არაფერი არ გაუკეთებია? კი ბატონო, მე არ მაქვს პრობლემა. ამ ოჯახში კიდე იქნება მიცვალებული ქელეხი, კიდე იქნება გასაკეთებელი და წამბძანდით გენაცვალე, წამბძანდით და მარტო მწვანილები და კიტრი პომიდორით გამობესკვეთ ის ხალხი რა. მახო მომისმინე ხა გენაცვალე. თქვენ მოიტანეთ ეს თევზი. ხელი მოკიდე ხა შენ ჩემი წოლი შენი წოლი კი რა ეს კაბილი დააჭიროს ეხა მართლა სურნი ამას ურბელია გასაკლავებს და იმაზე ამას უყურე შენი თემის ფასის ბაჯო ნიკოზი უკენი მარტო მადრიჯოს რა შენი თემის აღარ უნდა ეხლა დაწყნარდით ყველა უსძელიეს თქვენ ძალიან კარგად იცით რომ მე ზოგადად არ მიყვარს დაჭრა არა ვარ მეწვრილმანე ხალი და რაღაც კაპიკებს არ დავდებ და ზოგადად არ მიყვარს ფულზე ლაპარაკი. კიდე. ხო, შემოვიდა 7500 ლარი. 7500 ლარი. ხო, არ მინდა ეხლა არც ამაზე არ მინდოდა რომ გამესვა ხაზი რომ რამდენი შემოვიდა და როგორ, მაგრამ რაც არის. ძალიან კარგად იცით რომ ჩემა ქმარმა და ასევე მეც ძალიან დიდი მონაწილეობა მივიღეთ, ნუ ჩემსას აღარ აქვს მნიშვნელობა სად მირბინე და რა გავაკეთე, რომ თევზი იყო, ღვინო იყო, თუ პური იყო, თუ რაც იყო, წავიდა 5000 ლარი. დარჩა 2500 ლარი.
არ მიყვარს ხალხო ფულზე ლაპარაკი, იცი თქვენ, მაგრამ ეხლა ეს 5000 ლარი უნდა ავიღო მე, რაზეც ვირბინეთ და რაც აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ რაც დარჩება, ის უკვე გადავინაწილოთ თანაბრად. 150 ლარი შენ, 150 ლარი შენ. ასე რომ გადავანაწილოთ. ერთი წუთით ვერ გავიქ, ეს რანაირად არის თანაბრად გადანაწილება? რა 150 ლარი მე და 150 იმას. თამუნა მომისმინე ერთი წუთი 2500 ხო დარჩა შვილო. გამოვაკელი ხარჯი და რაც დარჩა 150 შენ შემოგევლოს. ჩემი დარჩენის სიტყვა შეგენაცვალე შვილო 150 შენ 150 შენ დედიკო. ხო მაგრამ მე არ არის გამოკლებით შვილო. არ არის ეს თანაბარი გაყოფა მაგაზე. 150 ლარი იმას. ასკი არ არის თანაბარი განაცვლება. მე ფულზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ უნდა ითქვას, თავის საითაც გავატრიალე, შენ მხარეს თუ შენ მხარეს აქეთ თამუნა პირში ქონდა, შენ ბიზაშვილებს გოჭი ჩაჩვილი და შენებს კიდე კალმახით ქონდა გამოტენილი შვილო. არ მინდოდა შვილო მაგაზე, არ მინდოდა, დარჩა 100 ბოლოკით დავჭი შვილო, ბოლოკით სუფრაზე. დედა ლუკმებს გვითვლი და არ ვაპირებდი, მაგრამ დრავქნა, ჩავთვალე. სიცხვილია მალხაზი. მალხაზე. უთხარი რაღაცა რა. მე ჩემი ცოლი რასაც ამბობს, ხო ამბობს. მალხაზი გაჩერდი ერთი შენ არავიდან გეკითხება. ასე მტერია კიდე რა. კი, შტერია, ჩემო საყვარლებო, დიდი სიყვარულით, დიდი მოფერებით. რა ვიცი, ჩემი სიტკბო და ჩემი ნაწილები ხართ. ძალიან გთხოვთ, გენაცვალე, თუ შეიძლება სამივე მაისე ხელები რო ჩაკიდოთ და დაახვიოთ აქედან ჩემი სახლი და დროზე. 150 ლარი ზედმეტია თქვენ. კაი, დედა, ეხლა მომისმინე ერთი წამი, ერთი წამი. მიდი ეხლა დროზე კაცო შენ. მალხაზი, გადი ეხლა იქი. ოხა ბიჭო. სიცხვი, მალხაზი, შენ მოიწრი ეხლა. შენ როგორც ჩემი პირველი ძალი, მოდი აქ შენ. არა თქვა, ოცხმას არ უთხრა. დიახ, დედა. შენ პირველმა დაახვია აქედან. კაი, დედა, ეხლა როგორ შეიძლება ეგეთ რაღაცა? აბა დროზე ეხლა. აბა დროზე ეხლა. თამარ, დამელოდე. მათხოვრებო. საყვარლის ნივთები მანქანაში. ხო, გოგო, გამოვალე ხა, უბრალოდ ჩემი მანქანა არის ხელოსანთან გაფუჭებული მყავს და ჩემი ქრის მანქანით დავდივარ ეს დღეები და ცოტა ხანში ვიქნები, შერაშვები მზად ხარ უკვე? აი ხა ბარდაჩოკში ექნება ამას გასაღები და ვიპოვი და ვაიმე! ვაიმე, მღალატობს! რა საიდან მივხვდი, გოგო, ეს სკამი არის მიწეული 12 მილიმეტრით წინ, ანუ რა გამოდის? ესე იგი, ჩემზე დაბალთან, გამხდართან, დაბალთან და პატარა ძუძუებიანთან მღალატობს. აბა რატოა მიწეული, ესე იგი მოკლე ფეხები აქვს? ვაიმე, აქ რაღაცეები კიდე იქნება. კაი, დაგირეკავ მერე. ვაიმე, შენ რა გელის უბრალოდ არის? ალო ხო საყვარელო კი არა მანქანასთან ჩამოეთრია ეხლავე ჩამოეთრია მანქანასთან ეს ლიფი რა იყო გოგო რა გაყვირებს გამისკდა გული რა ამბავია რა იყო ეს კი მანქანა ხო არ გაუსვა ვიღაცა რამე ხო რა მაყვირებს კი არა ეს იყო გაბრაზების პირველადი ყვირილი და შეფასება და ყვირილი ეხლა ნახე შენ ეს ლიფი ვისია რა არის ეს? რა არის ეს? რა არის? სადა? სადა და შენ მანქანაში რა? შენ მანქანაში რა? ლიფი, რა უნდა შენ? ეს არის ლიფი, ამაზე ამბობდე. მე რა ვიცი, ვისია. ვისია ეს ლიფი, შენ მანქანაში ვიპოვნე, ბიჭო. ჯერ ეს ერთიც შენ მანქანაში ვიპოვე თუ არ ვიცი ეგეც საკითხავენ და ჯერ ეს ერთიც ლიფი კი არა, ეს არის ბიუსალტერი. დიახაც ეს არის ბიუსალტერი. საერთოდ იმეთ ყოლე ქართულად და მეჩხუბე ქართულად და საერთოდ იეჭვიანე ქართულად თამარ რა ბოლო რა. მაგის დროა ეხლა რაზე გელაპარაკები? რაზე მელაპარაკები? მე რა ვიცი რა არის, მისი რა არის, რა ვიცი მე. ვაიმე, ამ მანქანაში კიდე იქნება რამე სამხილი აუცილებლად. გამოდი აქ. არაფერი არ იქნება. გადი იქ. არაფერი არ იქნება, გოგო, რა გაჩერდი ახლა, დაიწყო რაღაც ეჭვიანია, ვინა ეჭვიანი ცოლი მტერს რა. ეხლა არ არის მე შობელძაღლები მაინც მე როცა მინდა საჯანდაბაში ხარ მოდი მოეთრიეთ ხო ხედავთ არასდროს აღენია მანქანა მოეთრიეთ
იქნება წაიყვანო სად არის სიტი პარკი შობელძაღლები მოდით წაათრიეთ მიღირს 250-ს გადავიხდი მიღირს იპო ვაგონი კიდე რაღაცა მოეტრიეთ თქვენ შობელძაღლები ეს ვისია ბიჭო რა ჭანდაბაა ეგ ტანგა არა ჩემი არ არის ვისია მითხარი ვისი იქნება ჩემგანში თუ მაგა ჩემია კაცო ვისი იქნება ჩემია შემდგომ რა გინდა ვასო ტანგა რაც მინდა და ის რო გამოვიწერე კაცო თემუდა რო გამოვიწერე კლუჩები მანქანისთვის კლუჩები რო გამოვიწერე ხო და ეს ჩამოვიდა ეს ჭობელძაღლები კლუჩს ვიწერდა ნახე რა გამოვიწერე რა ჩამომივიდა აიმე სისულელებზე ნუ გეხვეწები რა არ გინდეხეს ეს რაღაცები ხო ამბობ ჩემზე გამხდარია ვიღაცა კიდე იქნება რაღაცა სამყარო არაფერი არ არის კაცო არაფერი არ არის მე შენ ნახე რა გიქნა აი მთელი корпуსი გვიყურებს ახლა არაფერი რაღაცა სიმაშვება ეძებს და კარგა რაღაცა მთელი корпуსი ჩვენ გვიყურებს თამარ კარგი გეხვეწები რა სცენებს უმოწო ეს რაღაცები აჰა ასეც ვიცოდი აი ეს ქერათმა ვისია საჭეზე ქერათმა ხო ერთი წუთი ეს ვისი იქნება შენი იქნება შენ ქერათმა შენ არ გაქვს იმ დღეს რომ მითხარი რომ ისო თმა მინდა შევიღებო და ისო რა ქვიაო წვიმსო და ფეხით ვერ წავალ და ტაქსი გამომიძახეო და მე ტაქსით კი არა მეთქი და წადი ეგერ მერსედესის ცენტრში მანქანა გამოგიყვანე მეთქი და მე იმით რო წახვედი და შეიღებე და მე დუბაიში არ იყავი კაცო ვასო, ამ თემას თავი დავანებოთ და ვისაცხოვრებ ეგრე? ვის ვაცხოვრებ, კაცო? რა ისტორიას მიყვები დუბაი თვალით არ მაქვს ნანახი და გლანში დავდივარ ათვარად ვიღებავ ტბებს. რაღაც თამა გეხვეწები ხა, კაი, მართლა და მართლა რაღაც. ჩემ რანაირ ხალებთან ღალატობ. ლიფტის დამალვაც რო არიციან. ადექი, შეკაი ადამიანო და სიდენის ქვეშ არის პატარა რაღაცა ადგილი, ხუფია, გააწევ იმას, ჩადე ფავლებს, დაახმარებ და ვერავინ ვერ იპოვის ვერასოდეს. მოიცა ერთი მოიცა. შენ რა იცი იქ რა სადიმალება ლიფი ძალიან მაინტერესებს ეს. არა, მე ვამბობ რომ მე დამჭირდეს ასე ბიზამი. რატო უნდა დაგჭირდეს? მოდი აქედან დავიწყოთ. მე რომ არა, ღმერთმა ნუ დამაჭიროს, მაგრამ რო დამჭირდეს ხო რატო? ესე იგი არა ხა შენ პლატის და რა ქვია? სუბტაილის რა ქვია? სულის. გამარჯობა. გაუმარჯოს. გამარჯობა. რა ხდება? ვასკა, რა ხომშვიდობაა? რაღაც ხმაურის ხმა შემომესმა და რა. რა ხდება და ნახე რა ხდება? აი ეს ლიფი ვიპოვა მანქანაში, ვასოს მანქანაში. ეს ვასო, ამ ჩემ ლიფს რა უნდა შენ მანქანაში? უკეთესი ვერსია შეიძლება. ამის ლიფს რა უნდა შენ მანქანაში? ხო გითხარი მაგისია მე, რა გითხარი მაგის ლიფს? ხო და რა უნდა ამის ლიფს შენ მანქანაში? თამარ არ ვიცი, ხე თქვენ გაარგვიეთ ჩემო ვასო რა ვქნა. ჩემ ლიფს რა უნდა თქვენ მანქანაში თქვენი გადასაწყვეტი არის, ბრო. ჩემი რო არის აქ დანამდვილებით ვიცი. სულ არ მოსულიყავი ხო ჯობდა? რა ხდება გამაგებინე ხარ? არაფერი გეხვეწები რა, კაი, რატო მოხვედი საერთოდ? სისულელებზე გეხვეწები ნერებს უმიშლი ხარ რა, თუ მიდიხარ დაჭეკილა წადია და იმართლა თავი ეხა გეუბნები რა. რამე მითხარი? მე მგონი თამარ ტყუილავ კამათობთ რა საერთოდ და ეგლიფი არის შენი, არ გახსოვს არის შენი. რას ლაპარაკობ ბიჭო, ეს ლიფი არის ორი ზომა და მე მაქვს სამი, რანაირად არის? ოხა ერთ ნომერს გადამაყოლე, კარგი მართლა და მართლა შენ უშეყარე ტელეფონი. აი არ ვიცი რას გიზავასო. მართლა და მართლა ყველაფერს აქვს თავის საზღვარი რა. ვაიმე ვასო, არ ვიცი რას გიზამ, კიდე იქნება რაღაცა ნივთი იქნება ამ მანქანაში, ეხა უნდა ვიპოვო. გამოდი აქეთ. გადი, გეხვეწები. ხახებში ნუმედები. ინარი ესო. უკან აქ იქნება რამე არ. არაფერი არ არის გოგო, ნუ გადაჭხრიკე მთელი მანქანა რა არის, ვერ გავ. ბიჭო, ამდენი ხანია გირე. მოიცა შეჩი, მაგ სულ დროს მოხვედი. ბიჭო, ეს არის ისა? ეს არის ისა, კაცო, ჩემი ცოლია. ეს არის ჩემი, ანუ ხო? შენი კი არა, ჩემი ცოლია, კაცო. შენი ცოლი, აბა, ჩემი სად არის? მოიცა, ბიჭო, ეხა რა არის მაგის დრო. ყველაფერს ცოლს აპონჩი უძახს. ჩემი იყოს ეს და მოიცა, ბიჭო, გაჩუმდი ერთი წუთი რაღაც, გაჩუმდი, ცოტა კანე ყოჭელებ რო გაჩუმდე. რატომ მოდიხარ ეხლა ვერ გავიგე. საღამო 60 არის მეთევზეები რო არიან და იმაზე რო არიან, ეგენი საღამო 60 არის. სათევზაოდ რო უნდა წავიდეთ და ისო არის. არ არის, მეთევზეები და ვითევზაოდ. საღამოს არიან და მითევზაოდ საღამოს მე წადი. ვინი ხო ეს? ის არის კაცო, ჩვენი მეზობელია, სათევზაოდ უნდა წავიყვანო და ვიკრიბები დღეს მეთევზეები იქნებიან და ჯოხებით ვიქნებით და ანკესებით და რავი რა, აი ყველაფერი. და საერთოდ რო იცოდე შენ არ დიხარ ამ მანქანით. შენ არ დიხარ ამ მანქანით, რა უნდა ლიფს რა უნდა მანქანაში? კალთან ღალატობ თუ რა არის? რა კალთან ღალატობ? ზუსტად მე ვარ შტერი ხო,
აბა კი ეგ არის ზუსტად. რებს მოდიალობ, ბიჭო. შენ მოდი, მე კი არა შენ მოდიალობ. დიახ, შენი. ვასო, სერიოზულად მითხარი, ეხა რა უნდა ვიღაცის ლიფს შენ მანქანაში? გოგო, ჯერ ერთადაც გითხარი, რომ ტემუდან გამოვიწერე მეთი ყურჩებზე. ბოლო შუპის იმას ვიყენებ. ზეც რო აკლია ხოლმე ესე ამოვიღებ შუპს და წვინდაო. ლიფით? ლიფით წვინდაო მე, აბა რა ვქნა? და რატო არა აგზეთი? ჰა? იკლებს, ფაქტურად ბატონი ჭახზეც და მაგიტო. არა, მაგიტოა სუფთა. რა იკლებს, ბიჭო, რა იკლებს? ეხლეთები, გაჩერდი ეხლა მართა და მართა რა, კაი რა. ამხიდა სცენებს ნუაწყობ რაღაცაო ბიუსატერის გამო გეხვეწები რა. დედა, ძალიან მეცნობა ეს ლიფი. შენი იქნება დაბა? არა, ჩემი არა. უი, მე. თიკუნა სახში ხარ? ჩამოდი ერთი სადარბაზოს წინ მანქანასთან. ვაიმე, თამო, აქვე ვიყავი მაღაზიაში, რა იყო? ნახე რა ვიპოვე. ვაიმე, ამას რამდენი ხანი ვეძებდი? ეძებდი ხო? იცი სად იყო? სად იყო? ჩემი ქრის მანქანაში, თიკუნა. ვაიმე, რა უხერხულია, დედა რა უხერხულია. ხო, აბა მითხარი მე. აგუშინ მაღაზიაში რო ჩამოვედი, აი აქ ჩავიარე რა, უბრალოდ იქიდან გამოვიარე, აი აქეთ მაღაზიაში მივდივარ და ეთყობა მომძვრა და შევარდა ღია ფანჯარა და აგვიწყდა. ხარი ამოვარდა, ხარი და მაგრო შემოხმობებას ხდა. აი გეულებო დიდი ხომში არ გვირა გადავცვალოთ ბინად არ მიჯერე და. აი კაცო და ეს ტანგაც ხო არ გაგძრა მაგ დროს. არა. ეს ტანგა მე არა. ეს ტანგა ნინიკოს გაძრებოდა, ისიც ქარში იყო ალბათ და შევარდა ფანჯარაში შეიყო, ანუ ხო, წავედი მე. აჰა, მეტი ამომწურავი ინფორმაცია რა გინდა? დავიჯერე ყველაფერი. სისულელებზე მე დავები თამარ გეხვეწები რა. ესე იგი როგორი ქარიანი დღე ყოფილა, ხედავ? კარგი რა თამარ, მართა და მართა გეხვეწები. მე და კიდე ვინმეს რამე ხო არ გაძვრა ჩემდა ქალს. საბარგულში არ ჩამიხედავს ვასო. არაფერი არა, საბარგულში რა გინდა კაცო? მე მგონი უნდა ჩავიხედო. არ გინდა კაცო, არა. მე მგონი უნდა ჩავიხედო ვასო. ოიანა. როგორ ხარ? აქ რა გინდა, გოგო? გოგო, რა იცი, შენ როგორ ხარ? ვაიმე, საერთოდ არ გელოდი ხა? კაი რა. ჩემი ქრის მანქანაში რა გინდოდა? მოდი გოგო აქ. ჩემი ქრის მანქანაში რა გინდოდა? მითხარი რას აკეთებდი? რა გინდოდა ჩემი მანქანაში? რა გინდოდა? მითხარი რას აკეთებდი? რა გინდოდა ჩემი მანქანაში შევსებოდი? გოგო, ხადავოის. რა ხადავოის? წამოდი ახლა. ვაიმე, წამოდი ნიკო. რა ცხოვრება მოვიდა კაც ხადავოი ვერ გაგიწმენდია. თქვენი ჭკუას. ალო. ხო. სახში ამბავი არ გამოვა. ახალი შავი ბაითი ავაგდე. ხო, ჩაიწერე მისამართი. MN 001 NN. კარგი. წარუმატებელი მოკრივე. თავარია მიდი მთელი ძალით რა და აბა შენიც ხო იცი რომ დაამუშავ და დააგდებ, მაგრამ მოდი ყველაზე მთავარს გეტყვი რა, უფრო мотиваცია რო გქონდეს რა. 5000 ლარს იხდიან 5 წუთში. ანუ წააგებ, მოიგებ, არა აქვს მნიშვნელობა. მთავარი არ წაიქცე, არ დაეც და 5000 ლარი შენია. დავაი 5 წუთში, ბიჭო. 5 წუთში 5000 ლარს გაძლევი. 5000 ლარი ცოტა რა. შეიძლება ბიჭო, ნორმალური ხარ, მინახე სამსახურს სადაც 5 წუთში მომცემენ 5000 და ხელთათმანე ეგრევე მივდივარ იმ სამსახურში. რა გინდა რა არის ბიჭო? ბიჭო, გეკითხები რა, ვიცი, იქნება მეტია გათვალისწინებული. რა მეტი, დავაი, ეხა შევიდა და 5 წუთში ხვდე. ვისვე ჩხუბები. შე ბიჭო, რა მნიშვნელობა აქვს? ვისე ჩხუბები, ამ ხელაფულს გიხდია, შედი ბიჭო და დაწყე, რა მნიშვნელობა აქვს ვისე ჩხუბები, ბიჭო? გამაგიჟებ, შე ხوار გააფრინე. ბიჭო, შენ ნორმალურ თუ ხარ, მაინტერესებს ვისვე ჩხუბები რა, არ შეიძლება მწოდე? დათოს. რა მოგცა მაგ ინფორმაცია? დათოს ეჩხუბები. ვინ დათოს? დათო მანდარიას, რა არის მე, რა ვიცი რა არის? ბიჭო, რას მებუდები? შუარა შენ. აბა რა გინდა ამ ხელაფულს გიხდა, შედი იჩხუბე რა. შენ რო ჩხუბობი არ დაინტერესდებოდი? მაგ ხელაფულს მიხდენ და რაში მაინტერესებს ვისე ჩხუბები, ბიჭო? 5000. ტელეფონი მირეკავს შენ. ვინ არის? მე რა ვიცი, ვინ არის? შენი ცოლი გირეკავს. უპასუხე, ხმამაღალზე ჩართება. ალო. ბეგ, სად ხარ? რინგზე. და
როდის ამოხვალ? რავი, ვიჩხუბებ და ამოვალ. აუ, მაღაზიიდან ჭურჭლიშელი წამომიღე რა. კაი. მოიცა, რამდენ ხანში მოხვალ? რავი, ველოდები მოწინააღმდეგეს, ვიჩხუბებ და ამოვალ. დავი საერთოდ ხარ? რა მნიშვნელობა აქვს? რა გინდა, ნინი მითხარი? აგე, გამოვიდა. დედა შენმა დაგირეკა? მინდა მირეკა? დედა შენმა და ახლა ამცალია, უნდა ვიჩხუბო ეხა რა, ნინი. რასაკეთებ, ანუ რო ვერ მელაპარაკები რასაკეთებ? ხვეწები რა, დაგირეკავ მერე რა. ხოდა მანამდე მელაპარაკე. ნინი, გამოვიდა. კაი, გათიშ. მას ვინ გამოვიდა? დავაი. დავაი გუენზა დედა. ბიჭო, მართლა ამხელა თუ თვალები რაღაცა მარტყობს. ბიჭო, არაფერი არ გატყობს, მაგრამ დიდები ვერ ჩხუბობენ, ხო იცი მალე იღლებიან. დავაი, არ შეგეშინო. უცებ დაიღლება, დავარდება ეგრევე, ვერ ჩხუბობენ. რას ვერ ჩხუბობს, ბიჭო, ნახე, ამხელა. თითელი კუთხე გამარჯობა, მზად ვარ, ხო? კი, მზად ვარ. კაი, მაშინ ცენტრისკენ რო შემოვიწიოთ, რა, დროულად. დავაი, ბეკა, დავაი, აბაშენიც, მიდი, ბიჭო, მიდი, დავაი და დაწყე. 5 წუთში 5000. 5 წუთში 5000. ვაიმე. აი, ფსიქოლოგიურად გაგზავნა, არ შეგეშინდეს. დავაი, ბიჭო, უთხარიო დაგრეული ვარ ფსიქოლოგიურად, უთხარი არ იყვირო, ხომ დავალე. კაი, ჩემიზმა. ვეხვეწები, ცოტა ხანი არ იყვირო რა, ეშინია და რო დაიწყეთ ბრძოლას, მე რა იყვირი, არ არის პრობლემა. ბიჭო, არ იყვირებს, დავაი. კი, ხვეწები, უთხარი არ იყვიროს რა. არ იყვირებს, არ იყვირებს, მიდი, მთელი მოდომებით აბაშენი 5 წუთში 5000. მეტი რა გინდა, დავაი. დავაი, ბიჭო, დავაი, შევარდი. მიდი. ბიჭო, ვისა, სანამ გავალ, რამე სამოტივაციო მითხარი რა. კი ბატონო, რა პრობლემაა, კაი. როცა პატარა ვიყავი, მამა ჩემმა დამისვა და მითხრა: მამა, რო გაიზრდები რა გინდა გამოხვიდეო. მეთქი ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს თქო. მაშინ შენ თუ გადაწყვეტილი არ გაქვს, როცა გაიზრდები მამა, კაი, დავაი, გონგია, მიდი. არაფერი, ბერეკე, დავაი, ხა თელი რუხი, დავამთავრე ბერე მაგ ისტორიას. მიდი ბეკა, დავაი. მიდი ბიჭო! და ეგარაფერი, მოდი, კაი, всё. არა უშავს, რა მოხდა? всё, რა მოხდა, ბეკა? ვაღ, ბიჭო, რა დამარტყა ჩემ? ბეკა, არაფერი, რა დაგარტყა, არაფერი არ არის. ას მაშვენე, შემახედე? ვაღ, ბიჭო. არა, ბეკუშ, არ შეგეშინდეს, არაფერი არ არის. აუ, არ მინდა ჩხუბი რა. არ მინდა ჩხუბი რა, გიხვეწე. კაი, რა გავაკეთო, მითხარი ილეთები. რა, დაიცილე, ბიჭო, ეგ დარტყმები, რომ მოდის, დაბლოკე და აიცილე, გაიწიე, გამოიწიე, რაღაცა, ქენი გაწიე, თავი გვერდზე, იქეთ, აკეთ. აუ, არ მინდა რა. აიცილე, ბიჭო, დარტყმები. მოდი, ჯერ მაგათურა. არა უშავ, მიდი მომოდე. დავაი, ეგარი, კაი ბიჭი ხარ, სულ ცოტა და 5000 შენ. ბიჭო, ხვირი, არა უშავს, არაფერია, ბიჭო, გიზი ხარ, ლომი. გამიტეხა, ბიჭო, რა. ექიმი, მოდი რა ნახე, რა გეხოცები სქვილზე რა შეხედე. ბიჭო, რა გაულის, კაცო. რა გაულის, ხვის ვეძნო. ქორწილამდე გაულისო, არაფერია, არ შეგეშინ, ცოტაც გაუძელი და ეგ არის, არაფერი 2 წუთი. ხვირი. აი, გოგის მაი. აუ, შენაგაშა. მოიცადე გაჩედი, ადექი ექიმი ბოდიში. ადექი, მოდი დაჯექი. აბა. ჩემი რომ ეხა მე რასაც უყურებ აქედან 50-50-ზე გაქვს ჩანსი. შენს და იმასაც. არ მაქვს შანსი, ბიჭო, საერთოდ. როგორ არა გაქვს 50-50-ზე გაქვს ჩანსი? არა, მაგ მეთქი გეუნები. გიხოწე ცხვირზე რა მჭის მითხარ. ექიმო, უთხარი რა, შეხედეთ აბა ცხვირზე. ნახე. არაფერი არტის კაცო. არაფერი არტის. ბიჭო, გატეხილი მაქვს ცხვირი ნახე რა. რა, კაი. რა არის ეს? აუ, კარგი რა. რა, ცხვი არაფერი ფორმაზე სისხლი ხამა. თუ რა მოიყვანს ეხა ამას ბიჭო? კაი, ბიჭო. რა. ფორმას აჩვენს სახე არა მაქვს ბიჭო რა. მომისმინე ბეკა, ბოქსიორი ხარ, მაშინ როცა სისუფთავესაც იცავ, კარგი ბოქსიორი, ეს იცო და გაითვალისწინე. აუ, გეხვეწები რამე მითხარ. აუ, Facebook-ი გაიგე რა ამის. რა Facebook-ი, რა თქინდა მაგის Facebook-ი? იქნება ვიღაცა საერთო ყავს და გამითვალისწინოს, სწორედ ნახე დედამიწი. კაი, ბიჭო, კაი, და არაფერს არ გიზავს, დავაი, აბა. მოხოდე რა. ჯანი. რა ჯანი, რა საუნები, ბიჭო, კიდე ეგონა. კაი, ბიჭო, დავაი. მითხარი რამე რა, ცოტა ენერგიაზე მოვიდა. მოდი გითხრა. ერთხელ როცა ქუჩაში მივდიოდი, კაცი შემოხვდა
და 100 ლარი ხომ არ გაქვს. მე დაუფიქრებლად ჩავიყავი ჯიბეში ხელი და 100 ლარიანი მივეცი. ზუსტად მეორე დღეს ისევის კაცი შემხვდა და იგივეს მეუბნება. 100 ლარი ხომ არ გაქვს. მე რა თქმა უნდა იმ წუთას მივეცი მეორე 100 ლარიანი. აი მესამე დღე როგორც კი გათენდა, სწორედ დავაი, მოგიწყვა, დავაი, მესამე დღე მე მოგიყვები, მიდი ჯერ იჭხუბე, დავაი 5005 წუთში. 1 2 3 4 დავაი, გაგძელებ, დავაი, დავაი. შედი. არა 1 2 5 7 ვაგზელებთ? კი, ჯვარი ხიხავძებია, ჯვარი. დავაი, ბეკუში. დავაი, ბეკუში. სამი. ოთხი. შეიძლება გაგზელო. დავაი, ბეკუში. არა. ფივა ბიჭო, ყველაფერი ფივა. არაფერი შეხედე იღლება უკვე, არაფრის თავი აღარა, გიო, შე დაგდებულია, ჩათო. ეკიდი, ადეკ. შევა, აი გონია, დაჯექი, მოდი, შევა. 5 წუთი, ბეკუში, 5 წუთი. ვერ დაიღალა, ისო. არა ხასხელიო, იჩხუბე ახლა რომ სახში მოსული არ დაგინახო არაფერს გაგიდა. არ ვიტაუ. კაი, რებია, რა გინდა გაანებე თავი. კაი, არაფერი, ეს უფრო გასავა, ეს უფრო мотиваცია უნდა მოგცეს, ამან. დავაი, ბიჭო. 2 წუთი და 5000 ლარი. დავაი, შენია ჯიბეში, აბა შენი, მიდი. ბიჭო, ვერ მიჩხუბე, ხარი რამე რა უქნა მითხარი. კაი, მოდი სამოტივაციო სიტყვას გეტყვი. ბექა, ერთი დაიმახსოვრე. როცა გაჭირვებულ ადამიანს ქუჩაში დაინახავ, უნდა დაეხმარო. აი, როცა მეორე გაჭირვებულს დაინახავ ქუჩაში. კაი, დავაი. გონია, მიდი, ბიჭო, 5000. ბიჭო, რაღაცა მოკლე ისტორიები მოკევი, ხო ხედავ რა ვასწრებ. მე დავამთავრებ, მიდი 5000-ია. არ მინდა რა გეხვეწები. რა არ გინდა, ბიჭო, 2 წუთი დარჩა. დავაი. მე წავა, რა მართლა გეუნები. ბიჭო, ხო უყურებ, არაფრის თავი აღარ აქვს, დაღლილია. დავაი, შეჭამე ბოლომდე და 5000 ჩაიდე ჯიბეში წავედ. მიდი, ბიჭო, შეჭამე, მიგე. კაი, მოდი ყურში გითხრა რაღაცა, მოდი ჩემთან, მოდი. მოკლე იყოს. მოდი. დავაი. ჩვენი დღევანდელი ბრძოლის გამარჯვებულია ბექა მახაჭაძე. აბარა! შეგენაცვალე, აბარა! ბექა. რატომ მიტყა? ბექა, აგე გაახილა თვალი, ადე ბექა, ადე. ხო, სად ვარ? ადექი, მიდი, აქა ვარ. რა მოვიგე? არა, 2 რაუნდი დაგაკვდა, თორე მოიგებდი, მიდი, ადექი, არაფერი ადექი. რა უქნე? სარესხი ჟელე წავიღოთ, სახში წამო, ადე. წავიღარ დავავით. ადე ნუ გეშინე, კარგად არა, ყველა. დამთავრდა ყველაფერი. დამთავრდა, კი. Could be Santa Claus. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.